ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალბატონი ქეთია გიდუნაშვილს უნდა ჩაეტარებინა კონცერტი ხაშურში. კი ბატონო, მაგრამ ჩემს დაუგეგმავად გააკეთეს სცენა. ჩემს შეუთანხმებლად მაგიტომ გავაუქმე. ეს იყო უკვე ახალ წლებში, იყო ესეთი რაღაც 14 იანვარს უნდა ჩატარებული იყო, კი ბატონო. ეს დაუგეგმავად გაკეთებულ სცენაზე, აი ფიზიკურად აღარ გახვედით, აღარ იმღერეთ. კი ბატონო, მე არ ხალხი იყო შეკრებილი მისული ამ დღეს, ხო რა თქმა უნდა. არ ვიცი, მე მასეთი მაგდენი წვდომა არ მაქვს ბატონო. მე კიდევაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო ნამდვილი. ამაშიც არ ვარ დარწმუნებული. აი უფრო ხშირად რომელი ქალაქებიდან გირეკავენ, მაგალითად, აი უნდათ რომ სურვილი რომ აქვთ, რომ ჩახვიდეთ და ჩაატაროთ კონცერტი, მაგალითად. გორი, ბათუმი, რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურობენ. Ну, რა თქმა უნდა, ჩემს თელავშიც უნდათ ეს ყველაფერი რომ გაკეთდეს. ბევრი ხალხის მოთხოვნა არის უკვე რომ მე მიხილონ სცენაზე. და ნუ რა ვიცი, ხო ეს კიდევ აღნიშნავ, რომ ამ ყველაფერს უნდა მომზადება. რომ ყველანაირად შემზადებული მაყურებლის წინაშე, რომ წარდგე ფართო აუდიტორიის წინაშე ამას ვაღიარებ. ყველაზე მეტად ქალბატონ ქეთია გიდუნაშვილის სოლო კონცერტებზე იხმობენ ბათუმიდან, გორიდან და მესამე ქალაქი თელავი და ასე ქუთაისი, დუშეთი და რა ვიცი, ყველა მხრიდან მიგეკავენ. საქართველოს ყველა ქალაქიდან შემოდის სხვადასხვა ქალაქები. კი ბატონო. და ქვეყნებიდან, ანუ ეს ნიუ-იორკიდანაც დაგვირეკავ ჩვენ ამერიკიდან, ისრაელიდან და მათ შორის რუსეთიდან სამი ქალაქი ქვეყანა გამოვყოთ, ხო? ქალბატონო ქეთი, თქვენი ერთ-ერთი პოპულარული სიმღერა იყო, რომლითაც დედას ბავშვი დაუძინა. კი ბატონო, მართლა დაუძინა. და მე მინდა გთხოვეთ, რომ აი ეს სიმღერა, რომელიც იქ წაიმღერეთ, ექსკლუზიურად ლიდერ ტივის მაყურებლისთვის რომ შეასრულოთ. გარეთოდა, მაგრამ სულ არ ციოდა. ციდან თეთრი ფიფქის ნაცვლად ფანტილები ცვიოდა. საზოგადოება გაღიარეთ სოფლიო დონის ვარსკვლავად და მათ შორის საქართველოს ვარსკვლავადაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიდეო იდება თქვენი მაგალითად სხვადასხვა ცნობილი იმიდან, კასტინგებიდან და ასე შემდეგ თქვენ ფოტოებს აკეთებენ და პლაკატებს სიმღერებს. ამას ვამბობ, რომ მაინც თქვენ ხალხისგან ვარ აღიარებული, ხალხისგან ამას დავასაფუთებ და ნამდვილად ვიტყვი. იმიტომ როდესაც მე სახში გარეთ ვარ ქუჩაში, ტელეფონები არ ჩერდება, სახში ვარ არ ჩერდება, მიწვევები, შეკვეთები და ასე შემდეგ. ეს ყოველთვის არის აქტუალურად მაყურებელი ჩემთან ჩართული ამაში რა. ისე ანუ ისიც რა მაინტერესებს, უცხოელებიც გირეკავენ ხომ თქვენ ტელეფონზე, იმიტომ რომ სოციალურ ქსელში ჩვენმა მაყურებელმაც ნახა რა თქმა უნდა გავრცელდა ვიდეოები, სადაც ანუ გირეკავენ ამერიკელები, გირეკავენ არა, ამერიკელი ქართველები მირეკავენ. და ამ დროს გესაუბრებიან თქვენ რუსულად და ინგლისურად? ეს ვიღაცები თვითონ საქართველოში მაცხოვრებლები გადაობენ, როგორც ასე ვიტყვი რა, თორე სინამდვილე არ არის რომ მე ყველა რუსი მილაპარაკება. არა, ამას მართლა ვიტყვი და ასევე ამერიკიდან გამოხმაურება მოყვა ემიგრანტებისგან, რომ მოსწონთ ჩემი ვიდეოები. ძალიან არიან შეყვარებული, ხალხი, საზოგადოება არის სასწაულად შეყვარებული. ამას ვაღიარებ აი უფლის წინაშე და ხატის წინაშე. აი ზარები არ ჩერდება. საზოგადოება არის ძალიან შეყვარებული ჩემს ვიდეოებზე. ძალიან კარგი და სასიამოვნო. რთულია ზოგადად იყოთ აი საზოგადოებისთვის მოთხოვნადი სახე, მაგალითად, აი როგორც ახლა თქვენს მდგომარეობაში ამბობდით, რომ აი რო მოდიოდნენ ჩემთან ფოტოებს იღებდნენ, ასე და ასე შემდეგ და აი წეგან აღნიშნეთ, რომ მარტოც ვეღარ დავდივარ უკვე თბილისშიო. კი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამოიწვია თუ არა თქვენმა პოპულარობამ, როგორი პოპულარული ხართ? რა თქმა უნდა, ძალიან ბევრად გაშუქდა უფრო ჩემი რეიტინგი, ყველა მიცნობს თითქმის რომ მოდივარ უკვე ზოგადად მორბიან და ფოტოები, ავტოგრაფები, ეს ყველაფერი მოწმობს უკვე რომ მე გავხდი რეიტინგული ადამიანი ძალიან. კი ბატონო, აი თქვენი ძალიან ბევრი ცეკვა არის კიდევ გავრცელებული ქორეოგრაფიულად დამეთანხმებით, რომ თვითოულ ცეკვას ჭირდება ძალიან დიდი შრომა. და აი როგორც ისევე თქვენ სიმღერებს ახლა მარტივი არ არის, მიკროფონი აიღოთ ხელში, იმღეროთ და ასევე საუკეთესო ნომრები ხა მე მართლა გურწფელად ვამბობ, ნუ იმ თვითოულ ცეკვას ჭირდება ძალიან დიდი შრომა.
მოძრაობები და ყველა ილეთი უნდა ჩასვა იმაში, რა თქმა უნდა, მუსიკას უნდა მიყვე იმ აქცენტით, მოძრაობა, ხილისა, ფეხისა, ყველაფერი ეს. აი, თქვენი ცეკვებიდან, აი, ყველაზე მოთხოვნადი ცეკვა რომელი არის მაგალითად და ნუ ეხლა რა თქმა უნდა, ჩვენი მაყურებელი სამ ცეკვას იხილავს ჩვენს გადაცემაში, ისევე როგორც თქვენ სიმღერას და მადლობა ამ ყველაფრისთვის თქვენ. აი, ყველაზე მეტად აი რომელ ცეკვას ითხოვენ თქვენგან საზოგადოება? აჭარული. აჭარულს ითხოვენ. განდაგანას, დიახ. ძალიან კარგი. აქედან გამომდინარე, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, რადგან მოთხოვნაში არის, რომ ქალბატონმა ქეთიმ უნდა იცეკოს აჭარული ცეკვა, ჩვენ ამ ნომერს ჩვენს გადაცემაში აუცილებლად შემოგთავაზებთ და ჩვენს მაყურებელს ექნება საშუალება რომ ნახოს ეს ცეკვა. ქალბატონო ქეთი, აი რას ეტყოდით ჩვენს მაყურებელს, ლიდერ ტივის მაყურებელს რას ეტყოდით და აი სამომავლოდ რა გეგმები გექნებათ რომ მითხრათ? დიდი მადლობა პირველ რიგში. ძალიან მიყვარხართ ასე აღნიშნავ. რა თქმა უნდა, თქვენთან თანამშრომლობა ჩემთვის არის დიდი ბედნიერება და სიხარული. ძალიან დიდი ბედნიერება მომანიჭე გურამი, ასე გეტყვი პირდაპირ. ასევე დიდი მადლობას ვუხდი ლიდერ ტივის თანამშრომლებს უყველას. ძალიან კარგები ხართ, მართლა ხართ დასაფასებელი ხალხი და რა ვიცი, ვერ გამოვხატავ ამ ემოციებს, ასე ვიტყვი. დიახ. და აი თქვენ სამომავლო გეგმებზეც რო გვესაუბროთ, აი რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? რა თქმა უნდა, მინდა რომ ჩემი საქართველო, ჩემი მოსახლეობა ბედნიერი იყოს ჩემი სიმღერებით, ჩემი პროგრამებით, რომ უფრო მეტი ის წამოვიდეს სიხალისი ჩემ საქართველოში და ყველა ოჯახში იყოს ბედნიერი, საბედნიერო განწყობა, აი ეს მომავალი. ეს გეგმა მაქვს და რა თქმა უნდა, პირველი ჩემი შვილის დაბრუნება. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენს მაყურებელს კი ვეტყვი, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ქალბატონი ქეთი ეგიდუნაშვილი და ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ქეთი ჩვენს გადაცემაში სტუმრობისთვის. მინდა შენთან ერთად ვიყო, ერთად შევკრათ კამარა, სიყვარულში დავიკარგო ერთმანეთის სამარა, უშენობა აღარ მინდა, ამ ფიქრებმა დამღალა, მიყვარხარ და მეყვარები, მუდამ ჩემო პატარა. გადამრიე, სიყვარულით გადამრიე, მაგლამაზი გაგიმობი, დამაბნიე, დამთვრალი ვარ შენი ეშკი, თავი ვეღარ აგარიდე, გულში შენი სიყვარული, სამუდამოდ ჩამახვიე.